სხვადასხვა ბირჟები ყველაზე კარგად აღწერენ იმ ვითარებას, რაც არის სოფლიოში შექმნილი, მათ შორის ის ხელმოუწერელი შეთანხმება ირანს და შეერთებულ შტატებს შორის და ყველაფერი, რითაც საკმაოდ აგდებული გყავთ მე-15 კითხავს საზოგადოება და ამის დასტური არის, რომ $80 ქვემოთ არ ჩამოდის კვლავ არც ნედლი ნავთობი და არც WTI, ანუ არც ბრენტი და უკაცრავად არც ბრენტი და არც ნედლი ნავთობი, რაც შეეხება რუსულ ურალს ის 72 ნახევარზეა და ასევე 4326-ზეა და $70 ფარგლებშია ოქრო და ვერცხლის შესაბამისად. თავად ბირჟებს რომ გადავხედოთ, საკმაოდ კარგი ზრდით S&P 500 დაიხურა გუშინ, პროცენტ ნახევარზე მეტით, ხედავთ 1.65, თითქმის 1% დაიხურა Dow Jones-ი და ასევე Nasdaq-ის კომპოზიტ ინდექსმა ძალიან მაღალი 3%-იანის აჩვენა დახურვისას. პოზიტივში არის ევროპის ფლაგმანური ინდექსი, Stoxx 600 და ასევე ნეიტრალურად არის გახსნილი შანხაის კომპოზიტის ინდექსი, რამდენიმე საათია და Nikkei 225. თუმცა გუშინდელი 5%-იანი ზრდის შემდეგ, რომელიც მათ გახსნისას აჩვენეს, მე მგონი არაჩვეულებრივია. არაფერი გასაკვირი არ არის თუ ასე იქნება. კრიპტო მიმართულებით, რომელსაც CoinMania-სთან ერთად წარმოგიდგენთ, შედარებით მოცოცხლებულია აი ამ პოზიტიური ამბების ფონზე. კრიპტო ვალუტები, ბიტკოინი 66,000-ია, 1776-ს აჩვენებს შესაბამისად უკვე ეთერიუმი და მადლობა CoinMania-ს, ჩვენს პარტნიორებს, ვისთანაც ერთად წარმოგიდგენთ აღნიშნულ ამბებს. და რაც შეეხება წამყვან კომპანიებს, ხედავთ, რომ TSMC-ს გუშინ ერთ დღეში აჯობა პოზიციებში SpaceX-მა, რომელიც 11%-იანს დასაჩვენებს განთავსების შემდეგ. ეს არის ფენომენალური ზრდა, რასაც Elon Musk-ის კომპანია შვება და მე-7 ადგილიდან მან უკვე მე-6-ზე გადაინაცვლა TSMC-ს აჯობა და შესაბამისად ეს არის სრულად. ასე რომ დარჩით BMG-ზე, სრულად ადევნეთ თვალყური ვითარებას საფონდო ბირჟებზე და მთლიანად ვითარებას სოფლიო ეკონომიკაში, რეგიონში და საქართველოში.